ირანისა და საქართველოს შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურებენ პოლიტიკოსებიც. ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ ძიებას კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას უწოდებს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ გამოკითხული პირების საჯარო განცხადებების ამოცანა სახელმწიფოსთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაა. სუსში დაბარებები რასემსახურება კარგად ვიცით ბოლო წლების მანძილზე ეს არის ტერორის და შიშის დათესვა საზოგადოებაში რომ ყველას შეეშინდეს ოპოზიციური საქმიანობა უსურ განცხადებებს კეთება ეს არის მთავარი მიზანი ყველა ტიპის დაბარების ახლა ირანის საკითხს უკავშირდებოდა თუ მანამ სხვა საკითხებს უკავშირდებოდა ძირითადად ყველა დაბარების მიზეზი ეს ხა ხიდაშელი რას ფიქრობს ტუტანხამონის დროინდელ ხელნაწერებს ვიკვლევ და ვერ გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს რომ არ მithქვავს გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს ტუტანხამონის პერიოდის საკითხებზე კი არ არის რომ ან ასე იყო ან ისე იყო. უშვებენ ყოველდღე ტელევიზიით მის ნათქვამს და მე მის ნათქვამს რომ ეს მე არ მithქვავს. აი ესეთი თავხედობა მე არ მინახავს. პრინციპული აგენტი გინახავთ. რა არის ახლა რას ველოდებით ამათგან რომ ისინი იყვნენ პრინციპული აგენტები. აგენტი არის აგენტი. უთხრეს დღეს რომ დააბრალეს საქართველოს ტერორისტების მომზადება, მე გაიაზრეს რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ რომ არასწორული ფაქტია. და უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ, ახლა უბრძანეს რომ მოდი რაღაცნაირად იქნებ გამოძვრეთ ამ სიტუაციიდან. საქართველოს ფიქრობ მათთვის ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოედენ და ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის რომ საქართველოს გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ეგრეთ წოდებული კვლევები არის ცრუ კვლევები, რომელიც მათ უნდა შექმნას საბაბი, რომ აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით, მოხდეს გაისმას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ გამოვიდეს ადამიანი და მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს მისი აზრით სად შეიძლება სად იქნებოდა კარგი რომ ის ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს მიიტანოს დარტყმა.